ამაზე პრიმიტიულად როგორ აუხსდა ბიჭო ხალხს მართლა ჩემამდე არ დადის. ანუ წარმოიდგინე, აი ბანალურობამდე ვამარტივებ რა. უკრაინა რო წარმოიდგინოთ ადამიანად. რუსეთიც ვიღაცა სხვა ადამიანად და ამერიკაც ადამიანად. აი სამი ადამიანი გყავს რა. უკრაინამ რუსეთთან ჩხუბი დაიწყო, იმიტომ რომ მე ამერიკის ძმაკაცი ვარ. ამერიკა ეუბნება და მიდი ჩხუბე კაცო ხა მე შენთან ერთად არ ვიცი მაგრამ აჰა შენ კასტეტი აჰა შენ რაღაცა ქვა ესროლე ხოლმე და ეგეთი ჩხუბია და რაღაც მომენტში ძალიან ცემეს რა ეს ტიპი რა და ამ თავის ძმაკასთან მივიდა და თავის ძმაკას უთხრა რომ ეხა წყნარად იყავი მაგას რო უნდა და შენი მანქანის წაყვარ ეხა გასაღებს გაატან და ჩემთან კიდე ფულს ამოიტან რა ეს ტიპი რანაირად კაცო შენ იმედზე ვეჩხუბე მაგას მანქანა მაგან წაიღოს შენთან კიდე ვალში დავრჩი ეგ რანაირად და შენ მე რანაირად ლაპარაკები წადი მაშინ ეხლა ის შენ ცემას გააგრძელებს და ჭკუაზე რომ მოხვალ მერე დაბრუნდები ჩემთან და მაგას ხსნით ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი შეხედულებები და ინტერესები და ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა გავაცნობიეროთ არ არის ეს რაღაცა ინდური ფილმის სიუჟეტი სადაც ვიღაცები კეთილები არიან და ვიღაცები ბოროტები არიან საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს ეს ბოროტების და სიკეთის ცნება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობს მხოლოდ ინტერესები ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ